აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს აქვს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია, დაარსდა მე-19 საუკუნის ბოლოს და თავისთავად ძირითადი კოლექციის ნაწილი არის სწორედ ამ პერიოდიდან, მე-19 საუკუნის მიწურულიდან 90-იანი წლებიდან და მოიცავს არამხოლოდ ქსოვილის ნიმუშებს, არამედ მრავალფეროვნად მეაბრეშუმეობის დარგის მთელ ისტორიას პრინციპში, როგორც სამეცნიერო, ისე შინამრეწველობის კუთხით. გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კოლექცია, რომელიც უშუალოდ ინდუსტრიულ ქსოვილებს შეეხება. და ეს გახლავთ უკვე პერიოდი, როდესაც საქართველოში, კერძოდ თბილისში, ფუნქციონირებას იწყებს თბილისის აბრეშუმსაქსოვი ფაბრიკა და მუზეუმის კოლექციაში გვაქვს ნიმუშები, რომელიც სწორედ ამ ფაბრიკაში შეიქმნა. ეს ექსპონატები მუზეუმის სხვენში პანდემიის პერიოდში იპოვეს. აღმოჩენილმა ამ უნიკალურმა ნიმუშებმა სამუზეუმო გუნდი დიდ კვლევით პროცესში ჩართო. მიუხედავად იმისა, რომ მათი საჯაროდ ჩვენება მაშინ ვერ მოხერხდა, წელს მუზეუმმა გადაწყვიტა აქცენტი სწორედ ამ ინდუსტრიულ მემკვიდრეობაზე გაეკეთებინა და დამთვალიერებლისთვის დროებითი გამოფენა მოეწყო. თვითონ კოლექცია არის ძირითადად საკაბე და ქსოვილის სამოსისთვის შექმნილი, ასე ვთქვათ, სანიმუშო ქსოვილები. ტიპოლოგიურად არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ აქ გვხვდება როგორც გეომეტრიული ფორმები, ასევე გვხვდება სხვადასხვა მცენარეული მოტივები, უფრო სადა ფორმები, ნახატი არის ძალიან საინტერესო და ფერთა გამა არის ძალიან მნიშვნელოვანი. არის როგორც შიფონის ქსოვილი, ასევე კრებდიშინი, კრებჟორჟეტი. ეს არის ყველა ის სხვადასხვა ტიპოლოგია ქსოვილის, რომელსაც აწარმოებდა თბილისის აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკა ამ პერიოდში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ექსპონატები ძირითადად გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან 80-იან წლებამდე პერიოდს მოიცავს. თუ კი ყურადღებას გავამახვილებთ აი ამ ფორმებზე, როგორ არის ეს ქსოვილები აბრეშუმსაქსოვ ფაბრიკაში შემონახული, ხო? ხედავთ თქვენ, რომ დაკრული არის ძირითადად აი ესეთ მუყაოს ქაღალდზე, ძირითადად იმ პერიოდში წარმოების, ასე ვთქვათ, შესახებ ინფორმაცია რუსულ ენაზე ხდებოდა შევსება ამ მასალის. საინტერესო არის, რომ არა მხოლოდ ავტორების გამოკვეთა ხდებოდა, არამედ აი ეს ტოპონიმები, სახელწოდებები თვითონ უშუალოდ ქსოვილის, ხო? ზოგს ქვია აი მაგალითად ლელო, მარეხი, გვაქვს კიდე ვარძი დაისი, აი ესეთი პოეტური და მეტაფორულია ხოლმე ხშირ შემთხვევაში ესა თუ ის ავტორი, ამა თუ იმ ქსოვილს და ნიმუშს, რომელიც ინდუსტრიულად იქმნებოდა, ეს არ არის ხელნაკეთი ნიმუში, თავისთავად არის ინდუსტრიული ნიმუში, მაგრამ აი ეს პოეტური და საავტორო რაღაცნაირი დამოკიდებულება ამ სახელწოდებებშიც ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ კოლექტიური შრომა იყო, ხო, ჩადებული, როდესაც ამ ქსოვილებზე მუშაობდნენ და იყო მთელი რაღაცა კომისია, როგორი ფერით ან როგორი ფორმატით უნდა შექმნილიყო ესა თუ ის ქსოვილი, მაინც ჩვენ ვხედავთ და ეს კოლექცია ადასტურებს იმას, რომ მრავალფეროვანია ის გამა და არ არის ერთსახოვანი. ჩემთვის მაგალითად ძალიან საინტერესოა ეს კონკრეტული ეს ფორმა, სადაც ორნამენტულად ყვავილებია, მაგრამ ძალიან პოპ-არტისტული არის, თუ კი სახელოვნებო კუთხით განვიხილავთ, გადაწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საბჭოთა კავშირში შექმნილი და ესეთ რაღაცნაირად რკინის ფარდის მიღმა, თავისი ფერადოვანი გამით და გადაწყვეტით საკმაოდ ავანგარდული ესეთი ფორმაა და პოპ-არტისტულ ნამუშევარს უტოლდება ჩემი აზრით კონკრეტულად ეს ნამუშევარი. გამოფენის ფარგლებში ასევე გამოქვეყნდა ხელოვან ნინო ქვრივიშვილის კვლევა, რომელმაც წარმოების მიღმა დამალული ადამიანური ისტორიების ძიება დაიწყო. პროექტის ფარგლებში მუზეუმს მან შემოგთავაზა ხელოვანებს, რომ გვემუშავა საარქივო მასალასთან და ვინაიდან მე მანამდეც მქონდა შეხება რამდენიმე ადამიანთან, ვინც მუშაობდა წარმოებაში და ჩემთვისაც ბევრი უსწავლები ამ ადამიანს, გადავწყვიტე ამ ადამიანების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მომეკროვებინა და გამეცნო ბევრი ადამიანისთვის და ერთ-ერთი ფორმა, რაც მაშინ მოვიფიქრეთ მუზეუმთან ერთად იყო მე შემგროვებინა რაღაც ერთ საინტერესო პროფესიული ბიოგრაფია ამ ხალხის შესახებ. პირადი შეხვედრებისა და ოჯახებში დაცული არქივის საშუალებით ნინომ ისეთი ადამიანების პროფესიული გზა შეისწავლა, რომლებიც 1950-იან, 90-იან წლებში თბილისის აბრეშუმის საქსოვ ფაბრიკაში მუშაობდნენ. ესენი იყვნენ ელენე სეფიაშვილი, მთვარისა მარკოზია და ნათელა თაქთაქიშვილი. თუმცა ეს ისტორია მხოლოდ რამდენიმე სახელით არ შემოიფარგლება. სწორედ ამ ქალბატონების და მათთან ერთად მომუშავე თანამშრომლების ყოველდღიურმა შრომამ, გამოცდილებამ და ცოდრამ შექმნა ის მემკვიდრეობა, რომელიც დღეს მუზეუმის კედლებშია დაცული.
რა თქმა უნდა, შეიძლება ცა პოეტური ტექსტები, სადღაც იუმორიც არის, სადღაც გახსენება ძველი ისტორიების, მაგრამ ძირითადად მაინც მთლიან სურათს ქმნის და ეს როგორც არქივი, ჩათვალეთ, ეს არის როგორც არქივი, ტექსტუალური მასალა, ახლავს აი ამ ვიზუალურ მასალას, რომელიც მუზეუმში ინახება. და რაღაცაერთ ეს ცოდნის გადაცემის მცდელობაც არის და უფრო მეტად დაინტერესება, რომ ჩვენ გაგვეჩნია ეს მასალა. ეს პროცესი არ სრულდება. მუზეუმი კვლავ აპირებს იმ ადამიანების ბიოგრაფიების მოძიებას, ვისაც შეხება ჰქონდა აბრეშუმის წარმოებასთან. მსურველებს კი ამ უნიკალური კოლექციის დათვალიერება თებერვლის შუა რიცხვებამდე შეეძლებათ.